რეპრესიების საჯარო სამსახურში გრძელდება. ამის შესახებ ილაპარაკეს საჯარო მოსამსახურებთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის წარმომადგენლებმა. წარადგინეს სტატისტიკური მონაცემებიც, მათი თქმით, მთელი საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული ადამიანების რაოდენობა 800-ს საჭარბებს. დამოუკიდებელი პროფკავშირის ცნობით, გათავისუფლებები კიდევ იქნება განათლების სამინისტროსა და მას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში. ამას მიანიშნებს უწყებაში გამოცხადებული რეორგანიზაცია, რაც ოცნების ხელისუფლების ერთგვარი გამოცდილი მეთოდია, რომ მისთვის არასასურველი კადრები მოიშოროს. საჯარო სამსახურების წმენდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოხელეებმა ხმამაღალი პროტესტი გამოხატეს ოცნების გადაწყვეტილების გამო, რომ შეეჩერებინა ევროკავშირთან ინტეგრაცია. ჩარევა ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს ჩარევა აქამდეც არსებობდა, თუმცა ეხლა არის მაღალი ინტენსივობით ჩარევა სუსის მხრიდან და ფაქტიურად უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორ უნდა წარიმართოს რეორგანიზაციის პროცესები. გამომდინარე აქედან ჩვენ ბუნებრივია მოუწოდებთ ყველა დასაქმებულს, რომ მაქსიმალურად გაუწიონ წინააღმდეგობა ადგილზე, არ დატოვონ მათივე განცხადებებით სამსახურები და გააგრძელონ ბრძოლა, მათ შორის სამართლებრივი გზების გამოყენებით. ჩვენი პროფესიული კავშირი და ასევე 10 დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ვერთიანდებით იმისნით, რომ მოვაწყოთ ცვლილება მარში 1 მაისს 7 საათზე კოლმეურნეობის მოედნიდან დავიწყებთ ცვლილებას და გავემართებით მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც დავაფიქსირებთ პროტესტს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ გვეხება საჯარო მოხელეებს. გათავისუფლებულთა შორის უმეტესობა არიან ადამიანები, რომელთა მუშაობის სტაჟი არის 10-15, 20 და არაერთ შემთხვევაში 30 წელზე მეტიც. და ეს ადამიანები მუშაობდნენ და ახორციელებდნენ იმ პროგრამებსა და პროექტებს, რომელიც მიმართული იყო საქართველოში ევროკავშირის სტანდარტებისთან ერთგვაზე, ნატო სტანდარტებისთან ერთგვაზე და მათი მუშაობის მიმართულებაც სწორედ ეს იყო. და ამ ადამიანების გათავისუფლებით ცხადი ხდება უკვე საერთაშორისო თუ დავინახავთ, რომ ქართულ ოცნებას ფაქტობრივად ომი აქვს გამოცხადებული დასავლური ინსტიტუციებისათვის, რადგან ამ ადამიანების გათავისუფლებით ფაქტობრივად წყვეტს კავშირს იმ დასავლურ ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოს განვითარებაში უწყობდნენ ხელს. გარდა ამისა, ოცნების ერთი ცხადი მიმართულება, რაც არის უკვე არის ის, რომ ისინი ცდილობენ გააქვთ ინსტიტუციური მეხსიერება საჯარო სამსახურებიდან და საჯარო სამსახურები ფაქტობრივად დაუქვემდებარონ პარტიულ ინტერესებს და პარტიულ კუთვნილებას.